ოცნების მიერ რეკლამირებული არნახული არაბული ინვესტიცია ფაქტობრივად ყურული აღმოჩნდა. ირკვევა, რომ 6.6 მილიარდი დოლარი, რაზეც მუდმივად აპელირებდნენ ქართულ ოცნებაში არა ინვესტიცია, არამედ პროექტის მთლიანი ღირებულება. ირაკლი კობახიძემ სანქცირებულ იმედზე დებატებისას თავად დაადასტურა, რომ Eagle Hills-ის ორი დასახლება ქრწანისა და გონიოში ნაწილობრივ სწორედ საქართველოს მოქალაქეების გადახდილი ფულით აშენდება. ეს კი პირდაპირ უცხოურ ინვესტიციად ვერ ჩაითვლება. თამარ დემეტრაშვილის შემოგვერთდება გამოხმაურებებით, რომელიც ირაკლი კობახიძის განცხადებას მოყვა. თამარ, გისმენთ. პირდაპირ უცხოური ინვესტიცია მარტივიანით რომ თქვათ არის უცხო ქვეყნის მოქალაქის მიერ მეორე ქვეყანაში დაბანდებული კაპიტალი, ფული, რომელიც ბიზნესის საკეთებლად შემოდის სახელმწიფოში. ირაკლი კობახიძემ კი გუშინდელი დებატებისას აღიარა, რომ იმ 6.6 მილიარდი დოლარიდან, რასაც აქამდე თავადვე უპრეცედენტო მასშტაბის ინვესტიცია დაასაღებდა, ნაწილი საქართველოს მოქალაქეების მიერ ბინების შესაძენად გადახდილი თანხა იქნება, ასეთი კი თავადვე ამტკიცებენ, რომ 60% იქნება. თუ კი კობახიძის ამ გუშინდელ აღიარებას მოცემულობად მივიღებთ, გამოდის, რომ 6.6 მილიარდიანი ინვესტიცია სულაც არაა ინვესტიცია. ესაა უბრალოდ ბინების ყიდვა, გაყიდვის გარიგება საქართველოში უკვე არსებული კაპიტალით. მაშინ ისმის კითხვა, თუ კი არაბ ინვესტორს მიწაც მივეცით, სამშენებლო ნებართვებიც უფასოდ გავეცით, გონიოს პოლიგონიც ასევე ჩვენი ბიუჯეტის ფულით გავუწმინდეთ და ბინების 60%-ით წინასწარ გადახდებით, ისევ საქართველოს მოქალაქეებმა იყიდეს, მაშინ რა თანხას აბანდებს არაბი ინვესტორი და რატომ გვასაღებს ხელისუფლება ამ ყველაფერს უპრეცედენტო მასშტაბის ინვესტიციად. ხელშეკრულების გასაიდუმლოება მთავარი მიზეზია იმისა, რომ ამ გარიგების უკან ოცნების ოპონენტები კორუფციას და საქართველოს ინტერესების დაზიანებას ხედავენ. მთელი სქემა ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული, დადგება დრო, როდესაც ამ სისხლის სამართლის დანაშაულს აუცილებლად გამოიძიებს ვინმე. თან რა გააკეთა ივანიშვილმა, რომ ამათ აწერინებს ხელს, ხო, თვითონ ხო არ აწევს არაფერს, ანუ კობახიძე, ქრივიშვილი და ასე შემდეგ, საკუთარ პროქსებს და მსახურებს, ანუ აწერინებს აი ამ ძალიან მძიმე გადაწყვეტილებაზე ხელს. ანუ მე შთაბეჭდილება მრჩება, რომ პრაქტიკულად ეს აფიორა და სისხლის სამართლის დანაშაული ეხლა უნდათ გამოასწორონ ზუსტად იმ соусით, რომ აი არაფერი ვთქვათ არაბების დასახლება აქ არ ხდება. ყველაზე უფრო შემზარავი ის არის, რომ ამ ესე ვთქვათ ადამიანების ხელში, ზოგადად თუ ბიძინა ივანიშვილის ხელში აღმოჩნდა ძალიან დიდი ოდენობით საქართველოს სახელმწიფოს ტერიტორიის კუთვნილი მიწა. ჰაერი გაიყიდა, ანუ ერთი აგური არის დადებული, ანუ ის კი არა, რომ ჯერ ინვესტიცია შემოვიდა და რა სახლი აშენდა და მერე გაიყიდა, არამედ უბრალოდ ჰაერი გაიყიდა, იმიტომ რომ ხალხმა დაუჯერა პრემიერს, დაუჯერა ამ თემ რეკლამასაც მიდიოდა და იყიდა ეს ბინები. და რა გამოვიდა? ანუ შენებლობა დაიწყება არა იმ ფულით, რომელიც შემოვა თქვათ საიმიროებიდან, არამედ იმ ფულით, რაც ჩვენი მოქალაქეები გადაიხდიან ბინებში. აი ეს რიცხვები რაც იყო ნათქვამი, რომ 6 მილიარდი დოლარი შემოვა ტყუილია, ის რომ ბიუჯეტში რაღაც 100 მილიონი ყოველ წელს შემოვა ტყუილია და ფაქტობრივად ყველაფერი, რაღაცა ერთ-ერთი პროექტია, რომელიც შეიძლება კარგი პროექტი იყოს, მაგრამ არაფერი გრანდიოზული და ეპოქალური რაზეც საუბარი იყო არის და ფაქტობრივად ჩვენ ყველაზე მეტი ადგილობრივ დეველოპერებს წაართვეს კლიენტები. ეს ყოფილიყო უბრალოდ კომერციული კონტრაქტი რიგითი ადამიანებს და ინვესტორებს შორის, არანაირი პრობლემა არ ექნებოდა ყოფილიყო საიდუმლო. მთავრობა თვითონ არის ჩართული, თვითონ აქვს წილი ამ კომპანიაში და ნებისმიერი მთავრობის საქმე და გამჭვირვალე უნდა იყოს. მაყურებელს შევახსენებთ, რომ არაბული Eagle Hills-ის პროექტის ფარგლებში ქართულმა ოცნებამ ინვესტორს გონიოსა და ქრწანისის ტყეპარკში 800 ჰექტრამდე ტერიტორია გადასცა და დააფუძნეს ერთობლივი კომპანია, რომელშიც საქართველოს სახელმწიფოს 33% ეკუთვნის, რაც წესით პროექტში ჩადებული მიწის თანაზომადი უნდა იყოს, თუმცა პროექტის დეტალების გასაიდუმლოების გამო ბევრი კითხვა კვლავ უპასუხოდ რჩება. თამარ, მადლობა.